Საჰაუმშვიდობის მოგესალმებით ქრისტე აღდგა ყველას გილოცავთ და გისურვებთ რომ შეგეწიოთ აღდგომის მადლი თქვენს და თქვენ ოჯახებს. მზათა ვარ ახალი კითხვებისთვის. როგორც დაანონსებული იყო, ჩვენ საუბრობთ არჩევნებთან დაკავშირებით. უნგრეთის ნოდარ ლონდარიძე გვეკითხება, როგორ მოახერხა მადიერმა რომ მოეგო არჩევნები დიქტატორისთვის გაყალბების პირობებშიც კი და რატომ ვერ მოახერხა ეს ჩვენმა ქართულმა ოპოზიციამ? ერთი ასე შედარება უშუალოდ ძალიან რთული არის, რატომ ერთმა მოიგო და რატომ მეორემ არ მოიგო. აქაც თუ გავიხსენებთ წინა დღეებს, ეს არ იყო ასე მარტივი და არავინ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ ასე გაიმარჯვებდა და ამ მასშტაბით გაიმარჯვებდა, მაგრამ ძალიან საინტერესო დასკვნები შეიძლება მაინც გავაკეთოთ ამ არჩევნებიდან და პირველ რიგში მე მგონი მთავარი ეს რომ რაც არ უნდა იყოს გაყალბების პირობები, რაც არ უნდა იყოს ბერკეტები, რაც ხელში აქვს დიქტატურას, ავტორიტარულ რეჟიმს, რაც არ უნდა იყოს ეს რეჟიმი მომზადებული, ანუ ვიცით რომ ბოლო წუთში გადაწერეს ეს საზღვრები სხვადასხვა ოლქების, ანუ ყველაფერი იყო გამოყენებული რეალურად იმისთვის, რომ რეჟიმს შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება. მაგრამ ერთი მაგრამ არის, როცა მოსახლეობა არის ამ დონეზე მობილიზებული, რაც ვნახეთ, როცა 80% მოსახლეობის ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, ჯერა არჩევნების. ამის მიუხედავად, ხო, იმათმაც ხო იცოდნენ, რომ მიდიოდა მოსყიდვები რეგიონებში სხვადასხვა ფორმით და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა და უზომო პროპაგანდა, მხარდაჭერა რუსეთის ეკთის მხრივ და ჩარევა უშუალოდ რუსეთის, მხარდაჭერა ამერიკის და მოსყიდვის დაპირება ამერიკის მხრიდან, რომ ფულს მოგცემთო. და ამ დროს ხალხს მაინც ჯერა, რომ თავისი ბედი, თავისი მომავალი თავის ხელში არის და გამოდის 80% მოსახლეობის. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი ამ არჩევნებიდან. ესე იგი, სადაც არსებობს ნება ხალხისა, ამ ნებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. ამიტომ არის რომ მე მჯერა არჩევნების, ყოველთვის მჯეროდა არჩევნების და არ მგონია რომ არსებობდეს სხვა ფორმა ძალაუფლების გადატვირთვის, ასე ვთქვათ, თუ არა არჩევნებით, თუ არა სხვა ფორმები. შეიძლება იყოს ჩამოშლა რეჟიმის თავისთავად, იმიტომ რომ გადააცილა იმ ვადას, რითაც შეუძლია დაიკავოს ეს ძალაუფლება, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში დღევანდელ დღეს და ყველაზე სტაბილური, ყველაზე მშვიდობიანი გზა არის სწორედ ის გზა, რომელმაც ამოირჩია უნგრეთმა და უნგრეთის ხალხმა, რომელიც არის არჩევნების გზა. და გვაჩვენეს, რომ მობილიზება არის მთავარი ამოცანა, ვიტყოდი, და ასეც იყო ჩვენთვის რეალურად. ჩვენი შეცდომა ალბათ ყველასი, ვინც დავიჯერეთ, რომ გამარჯვება იყო იმ გზის ბოლოს, მაშინ იმ არჩევნების დროს, იყო სწორედ ისა, რომ თუ იმდენი ხალხი გამოვა, როგორც გამოდიოდა ამ სხვადასხვა დემონსტრაციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ, თუ ეს ხალხი, თუ ეს ახალგაზრდები, თუ მთლიანად დიასპორა მობილიზდება, მაშინ ვერავინ ვერ დაუდგება წინ. და ალბათ შეცდომა და ვერ დათვლა სწორედ იყო იმისი, რომ ეს მობილიზება იმ დონეზე არ მოხდა ქვეყანაში. ის შეიძლება ისეთი ბოლომდე პოლიტიკური შეგნება არ იყო იმისი, თუ რამდენად თითო ხმა არის მნიშვნელოვანი და ვიღაცას რაღაცის ერიდებოდა თუ ეშინოდა, ან არ ჯეროდა ოპოზიციის და ამანაც თავი შევიკავა ამის გამო და ვიცით დიასპორის მიმართ თუ რა
კამპანია იყო ჩატარებული იმისთვის, რომ მას არ მისცემოდა და დღეს ეს ბოლომდე არის მიყვანილი, იმითი რომ პრაქტიკულად აეგრძალათ, რომ არ გქონოდათ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ რჩება ეს მთავარი დასკვნა და მთავარი გაკვეთილი, რომ თუ არის ხალხის ნება, თუ საზოგადოება არის მისული იმ თვით შეგნებამდე, რომ მისი მომავალი საკუთარ ხელში არის და საკუთარ ხმის მიცემაში არის, მაშინ არჩევნები რაც არ უნდა იყოს პირობები, რაც არ უნდა იყოს გარემო, რაც არ უნდა იყოს ზეწოლა, რაც არ უნდა იყოს ჩარევა, მაინც შეიძლება გაიმარჯვო და მინდა მოულოცო უნგრეთს, უნგრელ ხალხს, რომ მათ ჩაატარეს ეს რეალურად ეს გამოცდა და გვაჩვენეს და დაგვიბრუნეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ დრო და დრო ისმოდა, რომ რა არჩევნები, როგორ არჩევნები, ვერასოდეს ვერ მივაღწევთ ამას, დაგვიბრუნეს არჩევნების იმედი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თენგიზ ბახტაძე, თქვენი აზრით, საქართველოში საჭიროა ვინმე ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც მთელი ქვეყანა გაჰყვება, როგორც ეს მადიანის შემთხვევაში მოხდა, თუ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა იკისროს ეს ყველაფერი და გააკეთოს მან? არ ვიცი, ჩვენ კოპირება მაინდა-მაინც არ გვჭირდება და კოპირება არ ხდება ქარიზმატული ლიდერების და ჩვენს როგორც ბევრ რამეში სხვათა შორის არის ორმაგ ხედვა ამ საკითხის მიმართ. ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ აღარ გვინდა ეს ქარიზმატული ლიდერები, იმიტომ ყველა ეს ლიდერები მერე რაღაცა ავტორიტარიზმით გამოირჩევიან და რა საჭირო არის, დემოკრატია არ მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს. მეორე ნაწილი, რომელიც პირიქით არის მოლოდინში, რომ მაინც გამოჩნდეს ეს ვიღაცა თეთრი გიორგი ხელახლა და წაიყვანოს წინ ქვეყანა. როგორც იქნება, ისე მოხდება. ამისი დაგეგმა და იმის თქმა, რომ გამოჩნდება ლიდერი თუ არ გამოჩნდება, ამას ვერავინ წინასწარ ვერ იტყვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ მდგომარეობისთვის, რაც არის ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა და არა შევქნათ რაღაცა ახალი მოლოდინები და ახალი მითები, რომ აუცილებელი არის ამდაგვარი გმირი იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. არა, შეიძლება კოალიციამ გაიმარჯვოს არჩევნებში, იმიტომ რომ კოალიცია უფრო დამაკმაყოფილებელი არის ბევრისთვის, რომელიც თავის თავს უფრო ცნობს იმ თუ ამ მიმართულებაში. მაგრამ კოალიცია, რომელიც არის ნამდვილად ერთიანი და ერთ მიზნისკენ მიმართული და ამიტომ ვარ მე ამ ერთიანობის თუ რამესი ლიდერი ვარ ამ ერთიანობის ლიდერი, ნამდვილად რომ ეს არის ჩვენი გზა და ამ პროცესში, რომელიც არის პოლიტიკური პროცესი, უთუოდ გამოჩნდებიან ან ლიდერი, ან ლიდერები. ნათია იოსავა, უნგრეთი ბლოკავდა ყველაფერს ევროკავშირში, რაც ეხებოდა ქართულ ოცნებას და მათ დასანქცირებას, შეზღუდვებს თუ სხვა ბერკეტების გამოყენებას. როგორ შეიძლება დღეს შეიცვალოს ევროკავშირის პოლიტიკა, შედეგები, როგორ შეიძლება გამოისახოს ეს ცვლილება შედეგებში? ბევრად გამარტივდება ევროკავშირისთვის გადაწყვეტილებების მიღების საკითხი, რადგან ის ვეტო, რითაც არა მხოლოდ სარგებლობდა უნგრეთი, მაგრამ გადააჭარბა ეს გამოყენება ვეტოსი, ამით ივაჭრა, ხან ფულს ითხოვდა, ხან მაინც ბლოკავდა ამ თანხების მიუხედავად. ძალიან სერიოზულად დააზარალა უკრაინის ბრძოლა, იმიტომ რომ რეალურად ის თანხები, რომლებიც უნდა გადაცემულიყო დროულად უკრაინას, ეს შეფერხდა უკრაინის გამო და არაერთხელ ბოლო ვიცით, მაგრამ მანამდესაც იყო რამოდენიმე ეპიზოდი ასეთივე, რაც ეხება ასევე საქართველოს და სანქციებს, ამ ვიზებს და ამ ყველაფერში უნგრეთი იყო ნამდვილად შემაფერხებელი. ჩვენ ვიცით ოცნების წარმომადგენლები თუ რამდენჯერ სტუბრობდნენ უნგრეთს, ხან ერთი, ხან მეორე, მე მგონი ყველა წარმომადგენელი ოცნების მინისტრები არაერთხელ მრავალჯერ ჩადიოდნენ უნგრეთში და
ალბათ იქ ითხოვდნენ სხვადასხვა მხარდაჭერას სწორედ ევროკავშირის გაერთიანებაში, რომ ჩვენ მიმართ არ ყოფილიყო მიღებული ის ყველაზე მკაცრი სანქციები, რომელიც მოითხოვს შეთანხმებას ყველა ქვეყნების კონსენსუსი, რასაც ქვია. ამიტომ ეს ყველაფერი ბევრად მარტივი იქნება მომავალში, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი ალბათობით უკრაინა აღარ დაუდგება წინ ევროკავშირის თავის გადაწყვეტილებებში. ეხლა სანახავი არის, რამდენად ევროკავშირი მზად არის რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის, ან ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით, თუ ეს იყო ასევე მისთვის რაღაცა მიზეზი, რომ რაღაცები არ გაეკეთებინა. ანუ ეხლა აღარ აქვს არანაირი საბაბი ევროკავშირს, რომ არ მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილებები და ეს პირველ რიგში ცხადია ეხება უკრაინას, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინას. ჩვენ გვეყოლება ვეტყოდი უფრო ნათელი მოკავშირე იმ ხრივ, რომ რასაც იტყვის, იმის გადაწყვეტილების მიღებას შეეძლება და ვერ იტყვის, რომ აი მინდა, მაგრამ ვერა. ეს მორჩა. ამავე დროს რჩება საკითხი ალბათ და ეს უკვე ევროკავშირის შიდა საკითხი არის, ის რაც განიცადა ამ ბოლო პერიოდში, ალბათ მისთვისაც არის ძალიან სერიოზული გაკვეთილი, რომ აღარ შეიძლება ამ კონსენსუსით წესით ამ ძალიან ძლიერმა დიდმა ორგანიზაციამ მიიღოს გადაწყვეტილებები და იყოს დამოკიდებული თუნდაც ერთი ქვეყნის რაღაცა ახირებაზე. და ამიტომ ის პროცესი, რომელზედაც უკვე ფიქრობენ და მსჯელობენ, რომ შეიცვალოს შიდა გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და წესები, ეს ალბათ გაგრძელდება და ახლო მომავალში ალბათ ვნახავთ, რომ ევროკავშირი მიიღებს ამ კუთხით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას მისცემს მეტ მოქნილებას თავის შიდა და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო საგარეო პოლიტიკაში, რადგან საგარეო პოლიტიკა მთლიანად იყო მართული ამ კონსენსუსის წესით. თეკლა ზუროშვილი გვეკითხება, მართლა ძალიან მაინტერესებს და თქვენი გულწრფელობის იმედი მაქვს. იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციის 25 მუხლის საფუძველზე ისევ საქართველოს ერთადერთი და ლეგიტიმური პრეზიდენტი ხართ, როცა არ მომხდარა ახალი ლეგიტიმური არჩევნები, რატომ გაიწიეთ გვერდზე? არ ვიცი, სად გავიწიე, გამოვიწიე თუ წინ წავიწიე თუ ფაქტი არის, რომ მე ვარ ზუსტად იქ, სადაც ვიყავი პირველი დღიდან, როცა გამოაცხადე, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, პირველივე დღე და ეს არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი დღეს, სადაც ვართ და არც ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკა ჩვენს მიმართ. ვარ ყველგან, სადაც უნდა ვიყო, არა ყოველდღიურად პროტესტში, იმიტომ ალბათ არ არის ეს ჩემი ადგილი, რომ გავხდე-უცებ ახალგაზრდა აქტივისტი, არც ამისი წლოვანება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ვარ იმ მარშებში თუ იმ ღონისძიებებში, სადაც მე უნდა ვიყო და ასევე ვაგრძელებ იმას, რაც არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მაინც დანიშნულება, რომ მე ვესაუბრო ჩვენ პარტნიორებს, მივცე ინტერვიუები, ვიყო ყველა იმ ღონისძიებაზე თუ კონფერენციაზე, სადაც შემიძლია საქართველოს სიტყვა მივიტანო, სადაც უკვე სხვა არავინ ამ ოფიციალური ქართულ ოცნებიდან არავინ არ ჩადის, არავინ არ მიდის და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ეს მიმაჩნია მე ერთ-ერთ ჩემ მართლა პასუხისგებლობად, რომ შევინარჩუნოთ ის კონტაქტები და ის როგორ თქვა, იქ ვიყოთ და ვარსებობდეთ და არ დავავიწყებთ თავი იმისთვის, რომ მოვა ძალიან მალე ის დრო, როცა აქ შეიცვლება პირობები, როგორც შეიცვალა უნგრეთში და ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ყველა ის შესაძლებლობები, რაც მოგვეცა კანდიდატის სტატუსით და მეტიც. ანუ ჩვენ უნდა დავეწიოთ და შეიძლება გადავაღწიოთ კიდევაც, მაგრამ უნდა დავეწიოთ ნამდვილად ჩვენ პარტნიორებს, მოლდოვას და უკრაინას და ვიყოთ
იმავე იმ სამეულში, რომელიც მიიღებს ევროკავშირიდან მხარდაჭერას და მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსურად, როგორც ხშირად ფიქრობენ, რომ მთავარი ეს არის, არა, მთავარი არის ის ყველაფერი, რაც კეთდებოდა ჩვენთან, რაც დღეს შეჩერებული არის და რაც ნიშნავდა განვითარებას ინსტიტუტების, განვითარებას და რეფორმირებას ჯანდაცვის, სოფლმეურნეობის, სტანდარტების, სოციალურ საკითხებში იმ სტანდარტების შემოტანა, რაც არის ევროპული სტანდარტები და რაც ესოდენ გვაკლია ამ ქვეყანაში. ლევან კვიტაშვილი დარწმუნებულია, რომ თქვენ გინდათ მშვიდად გაატაროთ თქვენი სიბერე პარიზში, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევთ. ხელისუფლების სიყვარულმა და ოჯახის კეთილდღეობამ გაგაყოფინათ თავი იმ კლუბში, საიდანაც ვეღარ გამოდიხართ. მოგვიწოდეთ, რომ ნუ მოტყულდებით იმ პატარა ბაბლით, ვინც მხოლოდ თქვენს გარშემოა და გაქეზებენ ამ გადაწყვეტილებებისთვის და კითხვას გისვამთ, რომ როგორ იტათ ამდენ განწყობილებას, რაც თქვენი მისამართით ხდება, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიაში. არ ვიცი, ლანძღვაგინება ძალიან ადვილად ასატანი არის, არ უნდა მიაქციო ყურადღება და მორჩა ამითი. ეს არის ბევრად დიდი ლანძღვაგინება, რასაც ვკითხულობ მე ამ კითხვაში და ამ კითხვის შინაარსში, რომ ვითომც მე ვიღაცისგან ვარ მართული იმისთვის, რომ ვიყო ამ ქვეყანაში, დავრჩე ამ ქვეყანაში და ვიგრძნო ამ ქვეყნის მიმართ ის ჩემი პირადი პასუხისგებლობა. ეს არის რეალურად შეურაცხყოფა ადამიანის, იმიტომ მთელი ჩემი ცხოვრება არის და იყო აწყობილი იმაზე, რომ რაღაცნაირად მომზადებული ყოფილიყავი იმ დღისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა და მერე კი დამოუკიდებელ საქართველოსთვის გამეწია რა პერიოდში როგორ ის დახმარება, რაც მე შემეძლო ჩემი გამოცდილებით. რამაც განაპირობა ის, რომ მიშას დავეთანხმე მაშინათვე, როცა შემომთავაზა საგარეო საქმეთა მინისტრობის პოსტი, ასევე დავეთანხმე, როცა შემომთავაზეს თავისუფალი კანდიდატურა, დამოუკიდებელი კანდიდატურა პარლამენტში ქართული ოცნებიდან და ივანიშვილიდან და შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატურა. ეს ყველაფერი არის და იყო მიმართული მხოლოდ ერთ მიზნისკენ, რომ ჩემი, რაც შემიძლია მე, რაც არის ჩემი წარსული და გამოცდილება, მოვახმარო ამ დამოუკიდებელ საქართველოს, რომ ეს საქართველო გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი და კიდევ უფრო ევროპული კარგი გაგებით და კიდევ უფრო ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს არის, იყო და იქნება ბოლომდე ჩემი მიზანი ცხოვრებაში. TikTok-ზე ბაბი გვიწერს, თქვენი ფანი ვარ და მიყვარხართო. მადლობა. ჯიმი დაბრუნდაშვილი წერს Facebook-ზე, გაუმარჯოს საქართველოს პრეზიდენტს. ქვეყნის სავიზიტო ბარეთს თანამედროვე დასავლეთში, რამე თუ ქალბატონი სალომე დღესაც აღიარებულია დასავლეთის მიერ ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად. ბოჭვარიშვილი თურქმენეთში და ყირგიზეთში მიდის მეშვიდედო. აბა უნგრეთში ვეღარ დადიან და ახლა გვეკითხებიან, რა ხდება არჩევნებით უშვებთ ქოცებსო? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით ნამდვილად მოხდეს ეს ამ ქართული ოცნების წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა წინ, რომელიც ხელს არ შეუსრულს არც განვითარებას და პირიქით ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენ რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ. ამიტომ მე ამაზე და ამას ვამბობ, მე ამაზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებ, არ ავიღებ და არ ვთვლი, რომ ეს იყოს გზა, რომელიც ჩვენ ხელთ რეალურად არსებობს. შეიძლება მოჩვენებითი ვიღაცას ჯეროდეს, რომ მარტივი არის და აბა მოდი და მივაწვეთ და გაიქცევიან. მე არ ამგონია, რომ ასე იყოს. მე მგონი, რომ ძალიან ცუდ დღეში არის
დღევანდელი ქართული ოცნება კიდევ უფრო ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რაც უფრო გავძლიერდება საზოგადოება, გაძლიერდება პოლიტიკური სპექტრი, უფრო გაუჭირდება ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება არის პრაქტიკულად თუ რამე არის შესაძლებელი, ორბანის დღეში არის ქართული ოცნება. შეიძლება ჩვენ ჯერ არა ვართ იმ დონეზე, რომ მზად ვიყოთ და ვემზადებოდეთ რეალურად არჩევნების მოგებისთვის, მაგრამ ესეც მალე მოვა, მაგრამ ის რომ ქართული ოცნება არის ისევე დაშლილი და ისევე ცუდ დღეში, როგორც იყო ორბანის ხელისუფლება, ეს ნათელია. და მხარდაჭერა არავისი არ აქვს, ესეც უნდა დავუმატოთ, იმას სქემაინც ყავდა პუტინიც და ვანსიც. მარის აბალიძე წერს TikTok-ზე, გამარჯობათ ქალბატონო სალომე, იმედია რამე გვეშველება, ისევ თქვენი აქტიურებს, თქვენი იმედი გვაქვს. მოგესალმებით ბარსელონიდან. მე ვთვლი რომ თქვენ დიასპორიდანაც უნდა იაქტიუროთ, თუ ერთმანეთს ამას ვეუბნებით, რომ უფრო მეტად იაქტიურეთ. აი დიასპორა, რომელიც არის გარეთ უფრო შედარებით თავისუფალ პირობებში, აუცილებელი არის, რომ დიასპორამ დაიცვას თავისი უფლებები. ეხლა გავიგე, რომ პარიზიდან თურმე შემოიტანეს სასამართლოში სარჩელი იმის შესახებ, რომ საკონსულოებში და საელჩოში აღარ იქნება გახსნილი უბნების არჩევნოდ. ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი და ასეთი ნაბიჯი ალბათ უნდა იყოს გადადგმული ყველა ჩვენ დიასპორაში, ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის მიუღებელი სრულიად წარმოუდგენელი წართმევა მათი სამოქალაქო კონსტიტუციური უფლების. ბაქარ რამლი ამ ნიკით გვეკითხება, საქართველოს როგორც სამხრეთ კავკასიის პირველი სახელმწიფო და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც 2023 წელს მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მამოძრავებელი ლოკომოტივის როლს ასრულებდა. თუმცა ივანიშვილმა ეს კურსი დაანგრია და დღეს ფაშინიანი და სომეხი ხალხი ამას აგრძელებენ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენი მიმართულებით, რა თქმა უნდა. რა გაქვთ ამაზე სათქმელი ჩვენთვის? ის რომ ეს არ არის გულის დასაწყვეტი. გულის დასაწყვეტი არის ამაში ეთანხმებით სრულიად ის რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი როლი და ჩვენი უპირატესობა, რაც ნამდვილად ჩვენ ვიყავით ლოკომოტივი ამ რეგიონის ძალიან დიდ ხანს და ამაში ყველა არის რეგიონში დარწმუნებული, მაგრამ მეორეს ვიტყოდი რომ კიდევ კარგი რომ იმ დროს როცა აქ ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ჩაკლეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, რაც არ უნდა ლაპარაკობდეს ვიღაც ბოჭორიშვილი და სხვები, ჩაკლეს სრული მნიშვნელობით. ამ დროს ის ფაქტი რომ სომხეთი დგას იმ გზაზე, რომელზედაც ვიდექით, შეიძლება არ არის ისე წინწაწეული ჯერ, მაგრამ დგას, ეს ნიშნავს რომ ევროკავშირიც, ამერიკაც გლობალურად დასავლეთი რჩება ამ რეგიონში და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რეგიონი ისევ არ ჩაიკეტოს, ისევ არ გახდეს რაღაცა შავი ხვრელი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, მაგრამ რეალურად რუსეთის გავლენის ქვეშ რჩება და არავინ არ უპირისპირდება ამაში. დღეს უკვე ეს დრო აღარ არის, აქ არის ძალიან დიდი ინტერესი და ეს ინტერესი შენარჩუნებული არის, ჩანს კონკრეტულად სწორედ ამ სომხეთის მაგალითით, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ურთიერთობებით და ეს რეგიონი რჩება როგორც მიმზიდველი რეგიონი ჩვენი დასავლეთის პარტნიორებისთვის და ასევე ჩანს მათი აქ ვიზიტებით, არა აქ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და სომხეთში, ჩანს რომ ესენი მზად არ არიან რომ ეს რეგიონი ჩააბარონ რუსეთს. დღეს უკვე რუსეთს არავინ არაფერს არ ჩააბარებს. ეს დრო გასული არის და ჩვენ ამიტომ უნდა ძალიან სწრაფად დავიბრუნოთ ჩვენი გზა და დავბრუნდეთ ჩვენ სწორ მიმართულებაზე ევროკავშირის და დასავლეთისკენ, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ასევე
ყველა ის სტრატეგიული ინტერესები, რაც ამ რეგიონში არსებობს, მხოლოდ არ წავიდეს სომხეთის და აზერბაიჯანისკენ. ნიკო მაღულარია, ოლიგარქის და კრიმინალური რეჟიმის მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა შიშზე და პროვოკაციაზე დამყარებული მართვა. ეს გარკვეულწილად საბჭოთა მეთოდიცაა. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? გამოსავალი უკვე ჩანს იმაში, რომ ეს შიში, როგორც არაერთხელ უკვე მაქვს ნათქვამი, ეს შიში გადაინაცვლა და დღეს ეს შიში ბევრად უფრო არის ქართული ოცნების მხრივ, ვიდრე საზოგადოებაში, დანარჩენ საზოგადოებაში. დანარჩენ საზოგადოებაში, რომელიც უშუალოდ პროტესტში არ არის ჩართული, დანარჩენ საზოგადოებაში უფრო სუფევს სიფრთხილე. რაც გასაგები არის ამ ქვეყანაში, ამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოება, უმრავლესობა საზოგადოების, სადაც ძალიან დიდი უკმაყოფილება არის ქართული ოცნების ყველა ბოლო გადაწყვეტილებების მიმართ, ეს იქნება განათლება, დენის ფასი, თუ სხვა ფასები და ზოგადად მათი არაერთი გადაწყვეტილება არ არის პოპულარული ან მოსაწონი. ასე რომ უკმაყოფილება ძალიან გაზრდილი არის, მაგრამ სიფრთხილე რჩება. ეს არის ალბათ ჩვენი გენეტიკური გამოცდილება, რომ სანამ დრო არ არის მოსული, სანამ დრო არ არის მომწიფებული, ჯერ არ არის საჭირო, რომ შენ თავით მიასკდე კედელს. და მესმის ესა არის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ბევრად უფრო წინწასული არის, გაბედული, პროტესტში ჩართული. ეს ყველასი სხვადასხვა ხასიათი არის და სხვადასხვა გამოცდილება და სხვადასხვა ასევე ხედვა თუ რა არის პოლიტიკაში საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება არ ემზადება იმ გარდამტეხ მომენტისთვის. და სხვათა შორის მინდა ის თქვა ასევე, რომ ძალიან ბევრი ხაზს უსვამს იმას, რომ მადიარი თუ მაგიარი თუ როგორ უნდა ითქვას, არ ვიცი, ამაზე მიდის როგორც ყოველთვის ჩვენთან ყველაფერზე მსჯელობა, მაგრამ რომ ის იყო ჩართული 2024 წლიდან უკვე კამპანიაში. ჩვენთან კამპანია გრძელდება მინიმუმ 2023 წლიდან, როცა გამოიცა პირველი რუსული კანონი და არ გაჩერებულა ეს კამპანია, იყო რეგიონებშიც ასევე გამოსვლები, იყო ჩასვლები, ანუ ეს სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა ადგილას ეს მუდმივი პროტესტი ვიტყოდი და გამოხატულება ამ წინააღმდეგობის არ არის დაწყებული გუშინდელი დღიდან და ჩვენთანაც გრძელდება უკვე პრაქტიკულად 3 წელი არის. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, მზადდებით და ველოდებით სწორ მომენტს და ეს დროც მოვა. ქალბატონო სალომე, რას ფიქრობთ დღევანდელ საქართველოს? რანაირად უნდა გიპასუხოთ ასეთ ფორმატში, ასეთ კითხვაზე, მე არ ვიცი, ვინ სვამს ამ კითხვას, მაინტერესებს, მე რო დაგისვათ, რას მიპასუხებდით. რას ფიქრობ, ყველას გვაქვს ჩვენი საქართველოს სადღაც გულში და გვინდა ვნახოთ უფრო კარგი, უფრო განვითარებული, უფრო გაბრწყინებული, უფრო დაწყნარებული, უფრო გაერთიანებული. და ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე ან ერთად ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, საფრანგეთში ტრამპს შეხვდით და რაზე ისაუბრეთ? ამას რაიმე შედეგი ჰქონდა და რატომ არ მოჰყვა ხალხმა, რატომ არ ვიცითო? როგორ არ იცით ახლა? ტრამპმა მითხრა, რომ მაცალე ცოტა ხანიო, ჯერ მადუროს უნდა მოუარო, მერე გროენლანდიას, მერე უნდა მოუარო უნგრეთს თუ უკრაინას თუ გაზას თუ ირანს და ამ ყველაფერს რო დავასრულებ, მზად ვიქნები, რომ საქართველოსაც მოვხედო და ამიტომ ეს ჯერ არ გასულა ალბათ. TikTok-ზე აინტერესებთ პასკა როგორი გამოგებიდათ? ეს სხვამ უნდა თქვას, მე მგონი გებრიელი. ცოტა რომ უშველოთ ამ საქართველოს არა გვჭირდებით. როდის დაგვიბრუნდა?
საიდან უნდა დავბრუნდე, ვერ გავიგე. ხან უნდა დავბრუნდე, ხან უნდა გავიძრე, ხან უნდა გადმოვდგე, გადავდგე. აქა ვარ, სხვაგან არსად არა ვარ. და ყველგან სადაც უნდა ვიყო, ვისთანაც უნდა ვიყო და ვიმჯელო და ვიმუშაო, იმათთან ვარ და ვმუშაობ და მეც როგორც თქვენ, მზად ვარ ყველა შემთხვევისთვის, როცა ამისი დრო დადგება. ორი კითხვა გვაქვს აზერბაიჯანთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეხმაურებიან ჩვენს წინა ლაივს, როცა დაისვა კითხვა აზერბაიჯანზე და საზღვართან დაკავშირებით, ჩაკეტვასთან დაკავშირებით. იური აბულაძე გვეკითხება, მაინტერესებს თქვენ რომ იყავით პრეზიდენტი და ალიევთან რომ ჩაბრძანდით. რა მოხდა იმისთანავე, რომ მას შემდეგ გარეჯი გაქრა საერთოდ მისი ხსენებაც კი აღარ იყო. არაფერი არ მოხდა და ხსენება არც მანამდეც არ მახსოვს მე არავისგან. არც მერე და ალიევთან შეხვედრისას, როგორც სხვათა შორის სომხეთში ჩემი ვიზიტის დროს, მე ეს საკითხი ასევე მაშინ როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოველთვის ვსვამდი ამ საკითხს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნებთან შორის საზღვრების დელიმიტაციას და მერე საბოლოოდ ხელმოწერას შეთანხმებაზე. იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი სახელმწიფოებრივი ფორმა. ჩვენ ვერ ვიქნებით დასრულებული სახელმწიფო თუ არ გვექნება დასრულებული საზღვრები. რაც არ გაგვაჩნია, საქართველოს ძალიან უცნაურ მდგომარეობაში არის ამ კუთხით. გარდა თურქეთთან ჩვენ არ გვაქვს დასრულებული შეთანხმებული საზღვრები. არაფერს ვამბობ რუსეთთან, რომელთანაც არ არის და არ არის, მაგრამ ამ ჩვენ ახლო მეგობრებთან, რომელსაც ქვია აზერბაიჯანი და სომხეთი, არანორმალური არის, რომ ჩვენ არ გქონდეს შეთანხმებული საზღვრები. ამას სჭირდებოდა მუშაობა, თავის დროზე მე და ჩემი კოლეგები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ამაზე მუშაობდით და წარდგენილიც ჰქონდა პრეზიდენტებთან და პირველ რიგში მიშასთან და ალიევთან წარდგენილი იყო შეთანხმების რამოდენიმე ვარიანტი, რომელზედაც აუცილებელი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკვე ჩვენ დონეზე აღარ წყდებოდა და ეს საქმე გაჩერდა. და იმის მერე გაჩერებული არის და მე არ ვიცი ახლა, მე ერთხელ ვიყავი ვიზიტით ალიევთან, ძალიან ადრე ჩემი მანდატის პერიოდში, მერე აღარ მიმიშვეს, არც იქა და არც აქა, როცა ჩამოდიოდა ალიევი და ეს საკითხი როგორ როდის იყო თუ არ იყო არასოდეს განხილული, ამაზე არაფერს ვერ ვიტყვი და კიდევ უფრო სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ არათუ ვერ ვიტყვი მე, ვერავინ ვერ იტყვის მომავალში, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ჩვენ სახელმწიფოს არ გააჩნია რეალურად ჩაწერილი არქივები ამ შეხვედრების შესახებ. რაც ასევე არის აუცილებლობა სახელმწიფოსთვის, რომ ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერ ოფიციალურ პირების შორის ამას ჰქონდეს ოქმი და ეს დარჩეს ჩვენ არქივებში, რასაც ჩვენ ყველა ჩვენ შეხვედრებზე ვაკეთებდით, მე როგორც პრეზიდენტი, აღარ ვამბობ საგარეო საქმეთა მინისტრის პერიოდში და ვუგზავნიდით პრემიერის კაბინეტს, რომ ყველას ქონოდა სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ითქვა და რატომ. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს მეხსიერება. ხვალ სხვა რომ მოვა და შეხვდება რომელიმე ლიდერს, რომელიც ეტყვის, რომ თქვენმა წინმა ხელისუფლებამ ეს დამპირდა და ის დამპირდა. და ჩვენ თუ არა გვაქვს არანაირი დოკუმენტურად ის საბუთი, რომ ესეთი რამე არ ყოფილა, არ დავპირებულ ვართ, ჩვენ ვართ ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ჩვენი მეორე პარტნიორი. ეს არის ანაბანა საგარეო პოლიტიკის და საერთოდ სახელმწიფო პოლიტიკის. ქათო დათიაშვილი აგზელებს აზერბაიჯანის თემას და ამბობს, რომ აზერბაიჯანს საზღვრები დროებით ყველა ქვეყანასთან აქვს დაკეტილი. თუმცა ტერიტორიულ უთანხმოებას რაც შეეხება, თქვენი პრეზიდენტობის დროსაც იგივე იყო, არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაშინ ხმა არ ამოგიღია. საერთოდ იქაური ქართველები ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ თუ იქ? ხო, ახლა ვურებთ ორ რამეს. ტერიტორიული უთანხმოება არის არადელიმიტაცია, ეს არის პირველი საკითხი. მეორე საკითხი, რომელიც ეხება
საზღვრების ჩაკეტვას ეს მოხდა კოვიდის პერიოდში და კოვიდის მერე ამითი ისარგებლა აზერბაიჯანულ მხარემ, რომ აღარ გაეღო ეს საზღვარი, არ ვიცი რა მიზეზების მისი მხრიდან, ალბათ არის რაღაცა მიზეზები ამ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პირდაპირ ჩვენ ინგილოებს ძალიან სერიოზულად მათთვის არის შემაფერხებელი იმისთვის, რომ კონდეთ ის კავშირები საქართველოსთან, რაც მათ სურთ და რაც მათთვის არის ძალიან ღირებული. და ამდენად მე უკვე როგორც ეხლაც ვახსენე, აღარ მქონდა არც ბერკეტი იმისი, რომ ეს საკითხი სადმე დამეყენებინა ამ კოვიდის პერიოდის მერე, უკვე თქვენ გაგახსენდებათ ურთიერთობა ხელისუფლებასთან, არც ერთი ვიზიტში არ ყოფილვარ ჩართული ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ამიტომ ჩემ ხელთ არ იყო ამ საკითხის დასმა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი არ დასმულა და ამ დროს ჩემთან მოდიოდა საკმაოდ ბევრი წერილები სწორედ ჩვენი ქართველებიდან, თანამემამულეებიდან, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში და რომელსაც არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, ამასაც აქვს თავისი წინა ისტორია, რომელიც სწორედ უკავშირდება იმას, რაც ეხლა ვთქვი. ანუ არ დაწერილი რაღაცა წესები, რომელზედაც ვერავინ ვერ ამბობს, არსებობს თუ არ არსებობს. მაგრამ ფაქტი არის, რომ ამის გამო ჩვენ ვრჩებით რაღაცა no man's land-ში, ანუ გაურკვევლობაში და ვერ ვაძლევთ ორმაგ მოქალაქეობას ამ ადამიანებს, რომლებიც ასე ამ მხრივ ერთგვარად იჭყლიტებიან. და რაც ეხება ჩემ მათთან ურთიერთობას, მე არასოდეს დამავიწყება ჩემი ჩასვლა საინგილოში და იქ ეკლესიაშიც მისვლა და ეს იყო ძალიან მოკლე ვიზიტი, მეტის შესაძლებლობას არ იძლეოდა ის ფორმატი, რითაც ჩასული ვიყავი მაშინ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც პრეზიდენტი არ ჩავსულა. ქალბატონო სალომე, რატომ დააგდეთ მუხტი აქციების დროს და რატომ მოახდინეთ დეესკალაცია? და ასევე გვეკითხებიან, რატო გაუცრუეთ იმედები იმ ახალგაზრდებს, რომელსაც თქვენი იმედი ჰქონდათ 29 იანვრის შემდეგ, რომ არსად აპირებდით წასვლას? ვერ გავიგე, საწავედი. რაღაცა, არ ვიცი, ან შეიძლება ყოველდღე უნდა ჩავწეროთ ასეთი კითხვა-პასუხები, რომ ხალხი დარწმუნდეს, რომ აქა ვარ ჩვენ სახლში და არსად არ წავსულ ვარ, თუ არა, როცა არის მნიშვნელოვანი შეხვედრები ან მნიშვნელოვანი კონფერენციები და იქ ნამდვილად ვივლი, იმიტომ რომ საქართველო იქ უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც ეხება მუხტის, მე მგონი, რომ მუხტი თუ საერთოდ გაჩნდა იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არჩევნები ჩატარებული იყო როგორც რუსული სპეცოპერაცია და ამდენად არ ქონდა ლეგიტიმურობის არანაირი ნიშანი და პირიქით მასიური ძალიან კარგად მომზადებული გაყალბების ოპერაცია იყო. ამას მოყვა ის გამოსვლები, რომელშიც მეც და სხვაებიც მონაწილეობდნენ. მე ყველგან სადაც შესაძლებელი იყო ვიყავი როგორც სხვები, სადაც საჭირო იყო გამოვდიოდი, სადაც ნაკლებად საჭიროდ თვლიდნენ სხვები, აღარ გამოვდიოდი, მაგრამ იქ ნამდვილად ვიყავი და დღესაც ვარ პრაქტიკულად ყველა მარშში, თუ კი საქართველოში ვიმყოფები იმ დროს. რაც ეხება იმას, რომ მე არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები დღესაც გამოცხადებულ რაღაცა გადატრიალებებს და ვითომც ერთ დღეში მომხდარ რაღაცა სასწაულებს არ მჯერა მე სიზმრების და მითების, ასე არ ხდება. ხდება ყველაფერი და მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს მართლაც თავის ბოლოსკენ მიდის ეს პროცესები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული, ძალიან ბევრმა ჩადო ძალიან ბევრი თავისი, თუნდაც ის ადამიანები, რომელიც დღემდე არიან ციხეში და არ ტყდებიან, არ მიდიან კომპრომისებზე. ეს არის ისეთი უზარმაზარი მაგალითი,
როგორც ცოტა არის სხვა ქვეყნებში, არც ვიცი უნგრეთში, ორბანის უნგრეთში თუ იყვნენ ასეთი ადამიანები. ჩვენ ყოველთვის ვადარებთ სხვებს და ვფიქრობთ, რომ ისინი რაღაცნაირად უფრო მაგრები არიან. ჩვენს ყავს ძალიან მაგარი ადამიანები, ზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, ანდრო და სხვები, ბევრნი არიან და ესენი არიან ხვალინდელი დღის მართლაც ჩვენი სერიოზული საყრდენი. ისე კი არა, რომ რაღაცა მითი შევქნათ, ეს ამათმა უკვე დაგვირწმუნეს და თვითონაც შეიქმნეს ახალი პიროვნულის ძალა, რომელიც მათ მართავს და მათ მიიყვანს ბოლომდე და მათთან ერთად ჩვენც მივალთ ბოლომდე. ლია გეკითხება TikTok-ზე. ორმაგი მოქალაქეობა ვისაც აქვს და ბავშვს მუდმივ ბინადრობას არ ეძლევს საქართველოს, ეს რამდენად სწორია? არ ვიცი, სად არის ბავშვი და ახლა იმას სჭირდება იურისტის რჩევა. ასე მე არ მინდა რომ ისეთი პასუხი გაგცეთ, რომელიც არასწორი იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა. ამოიწურა ჩვენი კითხვები. შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის, ღამემშვიდობის.